სოფელ ბობნევში საზაფხულო ბანაკი 2012 გაიხსნა. ბანაკში გორისა და გორის რაიონის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ისვენებენ. საზაფხულო ბანაკი დამსვენებელთა მეორე 60 ბავშვით დაკომპლექტებულ ნაკადს მასპინძლობს. ბავშვები საველე პირობებში ისვენებენ. ყოველდღიურად სხვადასხვა სახის შემეცნებით გასართობ ღონისძიებას აწყობენ და სპორტულ გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს გადიან. ძალიან ლამაზი ბუნება, სასიამოვნოა აქ ყოფნა. ვისვენებთ აგრეთვე ერთმანეთს ვიცნობთ ახლოს, უფრო კარგადაც, ვისაც ვიცნობდი, უფრო კარგად გავიცანი, ვისაც არა და უმეგობრდი და ძალიან მომწონს აქ ყოფნა, რადგან ბევრი ბავშვები ვართ, რაღაცა სასიამოვნოა, როგორც პირობები, ისევე ადგილი. მე აქ პირველად ვარ, მაგრამ კარგი სიტუაციაა, რავი. დილით გამოვდივართ საუზმოდ, შემდეგ ვერთობით, უფრო ფეხბურთი და ფრენბურთია. საღამოსთვის მივდივართ შეშის მოსატანად, რომ საღამოსთვის ვამთავრთ კოსონს. პირველ რიგში ძალიან სუფთა ჰაერია რაღაც და რა ვიცი, მთელი დღესასწაულში ვერთობით ერთმანეთს ბავშვები ადამიანთან ურთიერთობას სწავლობ და უფრო მეტად ფრენბურთი და ფეხბურთით ვერთობით. აქ დავდივართ ლაშქრობებზე, გოგირდოვან წყლებში და რა ვიცი, ჩანჩქერზე. ძალიან კარგია, ვიცნობთ სხვადასხვა კუთხის შვილებს, ასე ვთქვათ, ყველა ქართლიდან არის, მაგრამ სხვადასხვა სოფლებიდან და რაიონებიდან. და ვიცნობთ ბავშვებს, ვუმეგობრდებით, ვატარებთ ხოლმე საღამოთი კოცონს, ვანთებთ, ვატარებთ სხვადასხვა გასართობ საღამოებს. ბანაკში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც არიან, რომლებიც ბავშვებს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვაში ეხმარებიან. დამსვენებლები 4 ჯგუფად არიან დაყოფილი, თითოეულ მათგანს ლიდერი ყავს, რომელიც საკუთარი გუნდის წევრებს ზედამხედველობას უწევს. მოსწავლეები შემეცნებით სპორტული დატვირთვის გარდა ლაშქრობებშიც მონაწილეობენ. მე მგონი საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერ ეგ ერთი სუფთა ჰაერზე არიან და გარემოსიცულიან. შემდეგ ის რომ ურთიერთობებს ან ბავშვები ერთმანეთს ეცნობიან და კომუნიკაციისთვის არის ეს გადასარევი. მთელი 10 დღე რო ერთად არიან ბავშვები, უკვე თითქმის ოჯახის წევრები ვითხრდებიან ხოლმე. რანაირი პრობლემა არ იქნება იმაზე, რომ ვიღაცამ რამე კომენტარი გამოთქვას იმის გამო, რომ აი ეს არ მოსწონს, ან ის არ მოსწონს. ყველაფერი არის იდეალურად, გადასარევად. ძალიან სიმკაცრეა, ძალიან მოგწონს ჩვენი ლიდერები, ვინც არიან, ჩვენი მასწავლებლები, ერთ-ერთი მათგანი ვარ მეც. და ბავშვებს ყველანაირად ყურადღებას უთმობ და გაყოფილები არიან ამით. წარჩინებული მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით ყოველწლიურად სხვადასხვა აქცია ხორციელდება. ბავშვების კვებისა და მგზავრობის ხარჯების 50%-ს გორის მუნიციპალიტეტი ფარავს. მიმდინარე წელს ტონთიოს საზაფხულო ბანაკის დამსვენებელ მოსწავლე ახალგაზრდობის კიდევ 3 ნაკადს უმასპინძლებს.